ახლა შევეხები ძალიან საინტერესო და ძალიან საყვარელ თემას ჩემთვის. მარტო ეს არ არის საყვარელი თემა, მაგრამ ასეთი რაღაცები ზოგადად და ნუ ჯერ მოდი ამ ციტატას წაგიკითხავთ. შავი ხროლები ის ადგილებია, სადაც ღმერთმა ნულზე გაყო. ნუ საკმაოდ ესეთი კარგი ფრაზა არის. სტივენ რაითი არის ესეთი კომიკოსი და შეგიძლიათ ცოტათი ფილოსოფოსიც დაარქვა ესეთ რაღაცებს რადგან ამბობს. და ნუ ხა იდეალური მეტაფორა ცხადი არ არის და ფიზიკაში არ ჩავძვრები ამის, მაგრამ შვენიერი შედარება, იმიტომ რომ მართლა შავი ხროლები არის ის რაღაცები, სადაც დღეს ჩვენი ფიზიკის ცოდნა ვერ აღწევს, ასე ვთქვათ, ან რაღაცები არ ვიცით შავხროლებზე ჯერჯერობით და ჩვენი ფიზიკა მანდ არ მუშაობს და ნულზე გაყოფა, მოდი ხაზსაც გავუსვამ. არის ის ადგილი მათემატიკაში, ერთ-ერთი ადგილი, სადაც ჩვენი მათემატიკური ცოდნა, ასე ვთქვათ, ვერაფერს ახერხებს, იმიტომ რომ ნუ არ არის განსაზღვრული. და ეხლა არ არის განსაზღვრული ნულზე გაყოფა. და ეხლა გიჩვენებთ რატომ არ არის განსაზღვრული. საერთოდ რას ნიშნავს რომ არ არის განსაზღვრული ნულზე გაყოფა? ეს ნიშნავს რომ თქვათ 7 გაყოფილი ნულზე, ან თქვათ 8 გაყოფილი ნულზე, ან თქვათ -1 გაყოფილი ნულზე და ასე შემდეგ არ არის განსაზღვრული. შეუძლებელი. აი ეს ყველა არის შეუძლებელი, არ არის განსაზღვრული. ხა მოდი ვნახოთ რატომ შეიძლება რომ არ იყოს განსაზღვრული ნულზე გაყოფა. და სწორედ ესაა ჩემთვის საყვარელი ნაწილი, იმიტომ რომ ასეთი რაღაცების ანალიზი ძალიან ავითარებს აზროვნებას და თან მართლა ძალიან ლამაზად გიჩვენებს ხოლმე ყოველთვის რაღაცას, რაც შეიძლება ერთი შეხედვით არ იყოს ცხადი. მოდი ავიღოთ 1 და მოდი ვცადოთ რომ ნულზე კი არ გავყოთ. გავყოთ ნულთან ახლო რიცხვზე. თქვათ გავყოთ 0.1-ზე. ნუ ახლა ცხადია ძალიან ბევრი რიცხვი არის უფრო ახლო ნულზე, მაგრამ ესეც საკმაოდ ახლოა, ხო? რას მივიღებთ? ნუ 1 გაყოფილი 0.1-ზე არის 10. კი ბატონო, მოდი აბა ესეთი რამე ვქნათ. უფრო მიუახლოვდეთ ნულს, ანუ 1 გავყოთ უფრო მიახლოებულ რიცხვზე, ნულთან, მაშინ მოდი იყოს 1 გაყოფილი 0.01-ზე. ნუ ამის შედეგი იქნება 100. მოდი აბა კიდევ უფრო მიუახლოვდეთ, ანუ 1 გავყოთ, მოდი კიდევ გაცილებით უფრო მიუახლოვდები და ვთქვათ 1, 2, 3, 4, 5 და 6 და ერთიანი. ანუ ახლა რამდენზე ვყოფ? 1000, 1000, 1000, 100000, 100000, ესე იგი მე მილიონზე ვყოფ. 1-ს ვყოფ 1 მე მილიონზე. 1 მილიონედი კიდევ უფრო ახლოსაა ნულთან, ხო? ეს რისი ტოლი იქნება? ეს იქნება მილიონის ტოლი. ეს არის მილიონი. მოდი ცოტა კარგად რომ ჩანდეს, ესე მძიმეებით გამოვყოფ. ნუ სიამდვილეში მთელი რიცხვია ცხადია, უბრალოდ მძიმეებით, იმიტომ გამოვყოფ რომ კარგად ავუკვეთ, რომ ეს არის 1 მილიონი. კარგი. მაშინ იფიქრებ რომ მოიცა, რატომ არ შეიძლება რომ ნულზე გაყოფა იყოს უსასრულობის ტოლი. თან ნებისმიერი რიცხვი რაც არ უნდა გაყო ნულზე. ნუ, ეხლა ამ შემთხვევაში 1 იმიტომ ავიღე რომ რატომაც არა, ანუ ნებისმიერი რიცხვი შემეძლო ამეღო, მაგრამ ნუ 1 უფრო მარტივი დასაწერი იყო და ბარემ. და მაშინ რატო არ შეიძლება განსაზღვრო ესე რომ 1 გაყოფილი 0-ზე არის დადებითი უსასრულობა. ანუ აი 1 თუ ავდექი და გავყავი ზუსტად 0-ზე, მივიღებ დადებით უსასრულობას. აი ხლა საკმაოდ ადეკვატური არის თითქოს ეს, მაგრამ გამოჩნდება რატომ არ გამოდის ასე. და მოდი ამიტომ ამას გამოვყოფ, ესე. ეს რაღაცას გავაკეთებ. აქეთ ვიზამ ახლა ანალოგიურ რამეს, ოღონდ 1-ს გავყოფ -0.1-ზე. ანუ რა გავაკეთე ახლა მე? 0.1 ხო იყო მიახლოება 0-ის, მაგრამ იყო მიახლოება, ასე ვთქვათ, რიცხვით ღერძზე მარჯვენა მხრიდან. მოდი ახლა მარცხენა მხრიდან მივუახლოვდები, ანუ უარყოფითი რიცხვებიდან მივუახლოვდები 0-ს. რატომაც არა, ვინ მიშლის, ხო? მაშინ 1 გაყოფილი -0.1-ზე მომცემს რას? მომცემს -10-ს. მოდი ვნახოთ 1 გაყოფილი -0.01-ზე რა იქნება. ანუ 1/100-ზე. ეს იქნება -100. კარგი, მოდი ახლა აქეთ გადმოვალ. მოდი ანალოგიურად ამის გავაკეთოთ, რომ 1 გავყოთ -1 მილიონებზე. ესე იგი 6 ნულია და 1-იანი. კარგი. ეს მომცემს უარყოფით მილიონს. ძიმით გამოვყო. აი ესე. ხა, რა გამომივიდა მე? ესე იგი, გამომივიდა რომ მეორე მხრიდან თუ მიუახლოვდი 0-ს, მივიღებ რომ, მოდი ცოტა ამას ავწევ ზემოთ, მივიღებ რომ 1 გაყოფილი 0-ზე, ანუ თანაბრად ძლიერი არგუმენტი არის, ხო? ეს ანუ რატომ უნდა ავირჩიო ის და არა ეს, ხო? გამომდის უარყოფითი უსასრულობა. და ამიტომ არის სწორედ რომ სიამდვილეში ჩამოუყალიბებელი არის ეს, იმიტომ რომ წინააღმდეგობაში მოდიხარ, მოიცა რომელი გამოდის, რომელი ავირჩიო, რატომ უნდა ავირჩიო ის და არა ეს? ანუ მათემატიკურად მოდიხარ რაღაც გაუგებრობაში, რაღაც წინააღმდეგობაში. და ზუსტად ამიტომ, ზუსტად ამ მიზეზით 0-ზე გაყოფა, 0-ზე გაყოფა არაა განსაზღვრული. არაა განსაზღვრული.